ბნელი მატრიცული გარე ეზოთერიული სისტემები ცდილობენ თქვენს დამარცხებას პატარ-პატარა წყლიპურტებით, რომელიც ერთ დიდ წყლიპურტად გვხვდებათ. პატარ-პატარას ვერ ამჩნევ და სპეციალურად არის ესე და ერთიანობაში დაგიგროვდა ამდენი ენერგეტიკული დარტყმა და შემდეგ მიზეზს ვერ ხვდები, საიდან რა დაგემართა, რადგან ყველა დარტყმა იყო პატარ-პატარა. ნახე, ერთი წყლიპურტი ვინმემ რომ დაგარტყათ, ხომ არაფერს იგრძნობ, მაგრამ ეხლა 2000 წყლიპურტი მოხდეს, რა დაგემართება? ვერ გაუძლებ, ხო? იგივეა აქაც. ეს წყლიპურტები გარებნელი ეზოთერიული ზემოქმედებები. იმიტომ არის გადანაწილებული, რომ შენ ვერ იგრძნო ვერაფერი და ვერ იპოვო, საიდან მოხვდა 2000 წყლიპურტი. შენ იმასაც ვერ ხვდები, რომ 2000 წყლიპურტი მოხვდა. შედეგზე ხარ კონცენტრირებული და ფიქრობ, რატომ ხდება შენს თავს ეს? იმაზე კი არ ფიქრობ, საიდან მოვიდა ეს. ეს ყველაფერი მოდის იქედან, რომ 10000 წყლიპურტი ხდება. პატარ-პატარა. ოღონდ ამას ვერ ხედავ და გიგროვდება. ყველაზე დიდი წყლიპურტები ადამიანს სიტყვებიდან ხვდება, საკუთარი სიტყვებიდან, რასაც პირიდან უშვებს. ამას წინათ ერთი ადამიანი გავიცანი, შესანიშნავი ადამიანი და სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემა ჰქონდა დაწყებული და 1 საათის განმავლობაში სადღაც 50-ჯერ ახსენა შენი ჭირიმე. ანუ შენი ჭირიმეო, მე მივიღებ შენს ჭირსო. ამას ეუბნება ყველას. შენი ჭირიმე. შენი ჭირიმე რას ამბობ? შენი ჭირიმე, ანუ შენი ჭირიმეო იძახის. წევლის თავის თავს სერიოზულად და 1 საათში 50-მდე დავთვალე და მთელი დღე ალბათ რა ვიცი, მე გამოთვალე თქვენ ხალხო და მთელი თვე და წელი გესმით? მთელი წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე მინიმუმ წელიწადში 60,000-ჯერ აჟღერებს სხვადასხვა ადამიანების მიმართ სიტყვას შენი ჭირიმე, ანუ შენი ჭირიმე მომეციო და თუ შენი ჭირიმეს არ ამბობს ისე რაღაცას რომ ლაპარაკობს, ჭირიმე მისმინე, ესე ხდება, ესე ხდება. ჭირიმეს იძახს. იმის ჭირიმეზე კი არ დააკმაყოფილა. ჭირიმეს იძახდა ცალკე. და ესეთებს იცით რამდენს იძახით თქვენ? ეხლა რა ხდება? სიტყვებიდან მიაქვს ბნელს ენერგია 40%. ამ ადამიანის შემთხვევაში ძალიან დიდი პროცენტი. თქვენ შემთხვევაშიც დიდი პროცენტი. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც თავის თავს არ წყევლიდეს ყოველდღიურობაში. ყველა ამას ვაკეთებთ. მე არ ვაკეთებ, რა თქმა უნდა. მე მივხვდი რაც უნდა გავაკეთო და ვისწავლე. ამას არავინ არ გეტყვით. ეს ცოდნა აღმოვაჩინე მე, ხალხო. ეს არის დიდი საიდუმლო. ამიტომ ყურადღებით ისმინე, რასაც მოისმენ. შენ ჭირიმეს რო იძახი და ნეგატიურ სიტყვებს რომ იძახი საკუთარ თავს რომ წყევლი, გაუცნობიერებლად შენ ლოცულობ სატანაზე მაგით და შენ თავს ინადგურებ და ამით იღებს სატანა ძალას შენგან. 40% მიეცი სიტყვებიდან, 10% მიეცი სიმღერებიდან, ტოქსიკურ სიმღერებს უსმენ. თუნდაც ქართული სიმღერები აიღე. ქართულ სიმღერებშიც არის სერიოზული პრობლემები. მიმატოვა, გული მატკინა და შენ ამას უსმენ და სიამოვნებას იღებ და ეთანხმები. სიმღერებიდან წაიღო 10% ძალის. იქიდან წაიღო და რაღა დაგრჩა, აღარაფერი აღარ დაგრჩა. ყველამ გაგძარცვა. იქ სტრესი, იქ ფიქრებში ქაოსი და აღარაფერი აღარ დარჩა. ფაქტობრივად გამოგწურეს, როგორ გამოგწურეს? იცი, აი ბოლო წვეთზე წკ ბოლო წვეთამდე რო გამოწურავენ, ისე ხართ ყველანი გამოწურულები. და ამას აკეთებენ ყოველწლიურად და შენ აკეთებ ამას, შენი გაუცნობიერებელი გონი აკეთებს ამას და როგორც კი შენ ამ ყველაფერს აცნობიერებ, რასაც მე აქ ვსაუბრობ, შენი ცხოვრება იცვლება წარმოუდგენელი ძალით. აბა შენ რა გონია ეხლა? წელიწადში რომ 60,000-ჯერ აჟღერებ წყევლას საკუთარი თავის მიმართ და მერე გამოდიხარ და ერთხელ ილოცები საკუთარი თავის მიმართ, ან წელიწადში ვთქვათ 20-ჯერ, შენ გონია ლოცვა მუშაობს და ის წევლა არ მუშაობს? ვერ ხვდები რომ შენი პირიდან გამოსული სიტყვა მუშაობს და არა ლოცვა? ლოცვაში კი არაა საქმე. საქმე არის შენი პირიდან გამოსულ სიტყვაში, შენ ფიქრში, შენ შინაგან მდგომარეობაში. ეხლა რატომ ხდება ეს? ნახეთ, ჩემთან რომ მოდის ადამიანი, რომელიც სწავლობს გამთლიანების შემეცნებას, ამ ადამიანში სადღაც ერთ თვეში იწყება ზებუნებრივი ძალების გაღვიძება. იმიტომ რომ რასაც მე ვასწავლი, ეს ყველაფერი უგროვებს ენერგიას, აღარ იძარცვება და მასში იწყებს ძალების დაგროვება. ის ძალა რაც გროვდება მასში, კრიტიკულ მასას აღწევს და იღვიძებს ღვთიური ძალები ადამიანში. და ეს ყველაფერი სწორედ ამისთვის არის მიმართული, რომ თქვენ არ გაიღვიძოთ და დამატებით ენერგიის წყარო იყოს დაბალი არსებისთვის. ორ მიზანს ემსახურება, ბევრ მიზანს, მაგრამ ძირითადად ორ მიზანს. თქვენ რომ არ გაიღვიძოთ, რადგან თქვენ თუ გამთლიანების ყველა მექანიზმს გაითვალისწინებთ, რამდენიმე თვეში თქვენ თავს ვერ იცნობთ. ძალები გაიღვიძებს თქვენში. ძალები დაგროვდება და ამის გამო. და ეს ძალები ღვთიური არ იღვიძებს ადამიანში, სანამ კრიტიკულ მასას არ მიაღწევს, გარკვეულ რაოდენობას სანამ არ მიაღწევს და ამ რაოდენობის დაგროვების საშუალებას თქვენ არ გაძლევენ. გარე მექანიზმები თქვენ ვიბრაციებს გართმევთ, იძარცვებით და მხოლოდ არსებობისთვის ხართ, მოდი ესე ვთქვათ. თქვენი ეხლანდელი ეს მდგომარეობა არ არის ნორმალური. თქვენ უნდა იყოთ ძალიან სერიოზულ ძალებში. როგორ ძალებში?
ძალებში, იცით? რომ გახედავ ადამიანს, მის ყველაფერს უნდა ხვდებოდე. და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ნებისმიერ თქვენგანში. უბრალოდ იძარცვებით, მილიონობით წყლიპურტის შედეგად, რომელსაც ვერ ამჩნევთ და თქვენთვის აღარაფერი რჩება. ძალები აღარ რჩებათ. ხარკს იხდით უმიზეზოდ. ცუდ სიტყვებს რომ იყენებთ, ხარკს გახდევინებენ, ენერგიას კარგავთ ამით, საკუთარ თავს რომ წევლით. სტრესებიდან, გარე მექანიზმებიდან, ყველგან იხდით ხარკს. ფაქტობრივად, გარე სისტემის მექანიზმში როცა ხარ, როცა გძინავს და ვერ ხვდები რა როგორ უნდა ქნა, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც აქვს ხელფასი, ვთქვათ, 3000 ლარი და ყოველთვიურად გადასახადები აჭრის 2900 ლარს და მას რჩება 100 ლარი. 100 ქულა ენერგია რჩება და მარტო არსებობისთვის ხარ. თქვენ ეს ენერგია, რაც თქვენთვის რჩებათ, არ ყოფნით. პიკზე ხართ არსებობასა და არარსებობას შორის. გარეგნულად ამას თქვენ ვერ გძნობთ, ლამაზად გაცვიათ, საკვები, მუცელი, მაძღარი გაქვთ, ის, მაგრამ ეს მდგომარეობა გაქვთ. რატომ იცით? ის რასაც ჩვენ წარმოადგენ და რა ძალებშიც უნდა იყო და შესაძლებლობებში რაშიც ეხლა ხარ, ამათ შორის არის ცადა დედამიწა. გესმით? ხშირად მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, გიორგი, შენ რა ჭკვიანი ხარ, ზეს შესაძლებლობები გაქვს ხალხო. ეს არის ნორმა. მე თუ რამეს ხვდები ამ ცხოვრებაში. გესმით, რას გიხსნით? უბრალოდ მარტივი მექანიზმები უნდა გააკეთოთ. სიტყვების კონტროლი დაიწყოთ, ფიქრების კონტროლი დაიწყოთ და რამდენიმე მექანიზმი გააკეთოთ. მორჩა, ავტომატურად მიიღებთ იმას, რაც მე მაქვს და მაგაზე მეტს. ძალები დაგიგროვდებათ, აღარ გაიძარცვებით, გესმით? თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც იძარცვება და თვის ბოლოს ხელფასს იღებს 3000 ლარის ნაცვლად, 100 ლარიც არ ხვდება ენერგია და 100 ლარი ახლა მიდი და იმყოფინე, თვიდამთვემდე. პურის ნამცეცებზე ცხოვრობ, ფაქტობრივად. უბრალოდ ამას ვერ ხვდები და ნორმა გგონია ეს. თქვენ ისე იძარცვებით ამ ყველა წვრილმანში, რომ ამას ვერ ამჩნევთ. აი ხა ბანკიდან რომ ვიღაცამ 1 თეთრი მოგიხსნას, ხომ ვერ შეამჩნევ. მერე მეორე, მერე მესამე, ესე გიხსნიან ანგარიშებიდან თანხას ამ ყველა ნეგატიური მდგომარეობებით, სიტყვების არ კონტროლის შედეგად, ცუდ სიტყვებს იძახით საკუთარ თავზე, იქ განსჯები, იქ სტრესები, იქ დაძაბულობა საინფორმაციოებში, ყველაფერი, რაც თქვენს დასტრესვას, შვიდიდან ამოგდებას, ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ გაიძარცვოთ და ღატაკი გახდე ენერგიულად და ვერ გაიღვიძო. იმიტომ რომ შენ რომ გაიღვიძო, ჩემზე 1000 ჯერ მეტ ლაპარაკს დაიწყებ და გაცნობიერება მოგივა და ისეთ შედეგებს მიაღწევ, შესაძლოა გაფრინდე. და ეს არ სურთ, მაგრამ შენ ხომ გსურს ეს? ხო და მიხედე საქმეს. ეხლა დასვამ მკითხოს, კი, მაგრამ მე ჩემი თავის მდგომარეობა მომწონს. ვიძახი ცუდ სიტყვებს, განსჯაში ვარ, ის ვარ, ეს ვარ, მაგრამ მე ჩემი თავის მდგომარეობა მომწონს, კარგად ვარ. ნახე, შენ ვერ გეცოდინება კარგად ყოფნა რა არის, სანამ კარგს არ გამოცდი. იცი რა არის კარგად ყოფნა? ყველაფერი რომ გისმენს შენს თავში. აბსოლუტური სიმშვიდე გაქვს და ამ სიმშვიდის შედეგად ირჩევ რა მდგომარეობაშიც გინდა იქ იყო. ვისთანაც გინდა იქ ხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ, ყველაფერი გაქვს. ყველაფერი ხარ. ის კი არ გაწუხებს ის რას იფიქრებს, კომპლექსები და ის შიშები და ვერაფერი ვერ გერევა. ეს შენ გონია რომ კარგად ხარ. გესმის? სხვაობა არ გინახავს და ამიტომ გგონია რომ კარგად ხარ. და კიდევ გათიშული ხარ. დაჰიპნოზებულები ხარ და გონია ესეა? არა. ეს არის შენი შესაძლებლობების 1%. როდესაც 100%-ს მიაღწევ მარტივი მოქმედებებით, თუნდაც სიტყვების კონტროლი და ფიქრების კონტროლი გააკეთე. ეს არ არის ცივილიზაციის განვითარების პიკი. ეს არის დღეს რაც ხდება ცივილიზაციის დეგრადაციის პიკი. რომელ ცივილიზაციაზეა საუბარი? რაც ჩვენ გვჭირს. ხალხი სულს ღაფავს ენერგიულად, არაფრის თავი არა აქვს. სამსახურში მიდის, მოდის. დადგება დრო, ცივილიზაცია ისაუბრებს, რომ რა დღეში იყო ადამიანი სულიერად, რა უქნეს ადამიანს. იმიტომ რომ რაზეც მე ვსაუბრო, კვანტური ფიზიკა და მეცნიერები დაიწყებენ ამაზე საუბარს. და სკოლებში იქნება ამ ყველაფრის შესწავლა. მე ახლა არავის გემოვნებას არ შევეხები, არც ხორცის ჭამაზე და მსგავს რაღაცებს, ვისაც რა უნდა ისაკეთოს, არ განვსჭი, მეც ვჭამდი ხორცს, სანამ მივხვდებოდი რა იყო. ფიზიკურად ვეღარ ყლაპავდი ბოლოს. ყოველდღე ვიკეთებდი სტეიქს და ერთ დღეს ყველაფერი შემიწყა, ვეღარ ყლაპავდი. ცუდად ხდის. ბოლოს იმდენად გავსუფთავდი, რომ მივხვდი რას აკეთებს ეს. და როცა ვხედავ პატარა ბავშვი, ჩვილი ბავშვი როა და ხორცს აჭმევენ. ჭამე, აქედანვე გვიშვებიან ყველაფერს, გაიგე ვიბრაციებს გვინადგურებენ. მე ბავშვს აჭმევენ ხორცს, აჭმევენ 1000
ინფორმაციას ყველანაირად აბინძურებენ და მერე იზრდება ბავშვი და გათიშული ინდივიდია. მეტი არაფერი ქვია მაგას, გათიშული ინდივიდი. აბა მიდი გაზარდე ბავშვი, ხორცი არა ჭამო, სუფთად გაზარდე, გონება გაუსუფთავე, გამთლიანების ცოდნები მიეცე. გამთლიანების ცოდნები რომ მიცე ბავშვს და ის ყველაფერი ასწავლო, რაც მე ახლა ვიცი, ის ბავშვი რომ გაიზრდება, ის იქნება ზეს შესაძლებლობების. სრულად სუფთა იქნება. მაგრამ ეს რომ არ მოხდეს დღესდღეობით, დაბინძურება მიდის ბავშვობიდან. იქ მშობელი ჩიჩია საჭმევს, ჯერ ბავშვებს რატომ არ მოწონთ? ხორცი თავიდან. გიფიქრიათ ამაზე? ბავშვ ხორცს თავიდან რომ აჭმევ, არ მოწონს. პირველი რეაქცია არის კოშმარი ბავშვისთვის. იმიტომ რომ ბავშვი ხვდება ის რა არის. მერე ვეღარ ხვდები თქვენ რა არის. თორე ბავშვი სუფთა როა, პირდაპირ ხვდება რა კოშმარია მის ძალაზე, რაც უშვება. ჩვენ ვაჩვევთ ამას. ჩიჩია ჭამე პირში ვაჩრით ჩიჩიას. იქ მოწამლული ნაწამები ქათმის ჩიჩიას, დამანგრეველი ნივთიერებებით სავსე ხორცებს, დასტრესილს და ასე შემდეგ. ნატურალური მაინც მიეცი. ალოცე მაინც ის ხორცი. მაგასაც არ აკეთებ. ბავშვობიდან ბინძურდება და ტრილიონობით სკლიპურს ურტყამს ყველა და მე გამოლაყებული თავი აქვს. ვეღარ აზროვნებს. აღარც ენერგიები აქვს. აღარაფერი აღარ აქვს. რამე რომ გააკეთოს. იქ კვილის პასტით იხეხავთ კვილებს, რომელიც პტორს შეიცავს სპეციალურად. პტორი ჰიპოფიზში არსებულ კრისტალებს ყინავს და კრისტალიზაციას უკეთებს. ნახეთ, თქვენი ჰიპოფიზი არის ყველაფერი, რაც საუკეთესო გააქვთ. თუ რამე მაღალი ძალები და თუ რამე აზროვნება და თუ რამე უნდა იფიქრო და გააკეთო და განახორციელო და შეძლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჰიპოფიზი არის ამის ორგანიზატორი და განხორციელებელი ორგანო. და კვილის პასტაში მყოფი პტორი პირდაპირ ურტყამს ჰიპოფიზს და კრისტალიზაციას უკეთებს ჰიპოფიზში არსებულ კრისტალებს. ეს რას ნიშნავს? მაჯის საათი წარმოიდგინე, რომელშიც ჭანჭიკები არის და მოძრაობს ყველაფერი. როდესაც თქვენ ამ პტორით კვილს იხეხავთ, ამ კვილის პასტით, ეს იგივეა მაჯის საათის მექანიზმში. ჩაყაროთ ხრეში, ქვიშა აჩერებს, ჰიპოფიზს აჩერებს და ვეღარ იღვიძებ. ჰიპოფიზი ვეღარ მუშაობს, ტვინი ვეღარ მუშაობს. პროცესორია ტვინში ჰიპოფიზი. პტორი ამას აკეთებს 100%. მეცნიერულად ესია. მიხვდით, მილიონობით სკლიპურს გირტყამენ და კიდევ ფეხზე როგორ დგახართ. მაკდონალდსზე არაფერს ვამბობ და ამ სწრაფ კვებაზე. კარტოფილი ფრის საშუალო პორცია უდრის 25 სიგარეტის მოწევას. კვლევებით და ბავშვებს ვაჭმევთ ამას. საკვებზე მარტო კი არა, ენერგეტიკულად სული ყველგან გირტყამენ სკლიპურტებს და შენი მიზანი არის რომ ეს სკლიპურტები აიცილო. თუ არა და ბროკოლის მდგომარეობაში ხარ. ბროკოლის მდგომარეობაში არ ხარ, სინჯარის მდგომარეობაში ხარ. იქ გამოდმებული სტრესი გართვევს ენერგიას. იქ თუ გაგიმართლა არ მიხვალ შავმაგდან, შავი მაგი საერთოდ გაკყიდის და ყველაფერი ცდილობს რომ წაგართვას ენერგია და გაგძარცვოს. და გამთლიანებაში გასწავლით იმას, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ წაგართვათ და ავტომატურად დაგიგროვდეთ ძალა და გახდეთ დიდებული. გამთლიანება აკეთებს ამას. გამთლიანებს, თქვენს გაერთიანებას აკეთებს. გამთლიანება. დაგსაქსული რომ ხართ, გაერთიანებთ ერთ მთავარ ორგანიზმად და მერე უკვე ზეძალებს აღწევ. და როცა მთლიანდები, შენთვის უკვე გამოიყოფა უამრავი თავდაცვითი მექანიზმები, ანგელოზები გამოიყოფა შესაბამისი, უკვე გაერთიანებული, გამთლიანებული ადამიანი ხარ და გამთლიანებული სული რომ ხარ, შენზე უკვე მაღალი იერარქიას სერიოზული გეგმები აქვს. რადგან შეხედა რომ გაერთიანდი, გამთლიანდი და გეკუთვნის უკვე მფარველი ანგელოზები, ბევრი, შესაბამისი მექანიზმები, ძალები, ის და შენზე უკვე სერიოზული ძალები გამოიყოფა, რომლებიც იწყებს შენს დაცვას. ეხლა დაგსაქსული რო ხარ, იქ სტრესში ხარ, სატანაზე ილოცები ამ სტრესის მდგომარეობით, იქ სიტყვებით წყევლის შენ თავს, იმაშვები, ამაშვები. შენ მცველებს არავინ არ გამოგიყოფს, აზრი არ აქვს. შენ სატანაზე ილოცები შენი თავის მდგომარეობით. რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში რომ დადიხარ? შენი შინაგანი მდგომარეობით, ამ სიტყვების, ამ ყველაფრით, რასაც აკეთებ, აუცნობიერებლად შენ არ ხარ მაღალი იერარქიის მხარეს. გესმის? სატანის მხარეს ხარ. ოღონდ არ იცი ეს. მოქმედებების დაგიბინძურეს. გითხრეს რომ თავარია წარმატებას მიაღწიო, თუნდაც არარაობა გახდე ბოლოს. ფილმებში როგორ ხდება, რომ იქ ყველაფერი იკადრა, მოკლედ პერსონაჟმა ყველაფერი იკადრა, თუ რამე შეეძლო, ეკადრებია. და მერე ვითომ მიაღწია წარმატებას. ხალხო, ამ სამყაროში არსებობს უდრეკი. დაიმახსოვრეთ ეს უდრეკი მექანიზმი, ბალანსირების მექანიზმი. ეს შენ ვერ ხვდები ის როგორ მუშაობს. შენ გონია, მაგალითად ეხა უყურებთ ვიღაც მილიონერ ნაძირალას და ფიქრობთ, რომ ის ხო კარგად ცხოვრობს. თქვენ არ იცით, ვისთვის რა არის ტანჯვა და წამება. შენთვის არის ტანჯვა წამება რაღაც, მაგრამ იმ მილიარდელისთვის ტანჯვა წამება რაც შენთვის არის, მისთვის ეს არ არის ტანჯვა წამება. სხვა რაღაც არის მისთვის ტანჯვა წამება. ამიტომ ბალანსირების სისტემა იმ ადამიანს თავის იმ ტანჯვა წამებას უმზადებს, რაც მას ეწყინება და მას მოხვდება. და შენ
ეხურებ ხოლმე შენი გადმოსახედიდან, რომ ესი არ მოხდა მის თავს. გესმის? ვიღაცას ტრილიონები აქვს და დეპრესიაშია, ფული არ მყოფნის. გესმით? როგორ ტანჯავს? მინახავს ადამიანი, რომელიც ალბანეთის მაფიის ბოსის შვილი იყო. ვილები სხვადასხვა ევროპის სახლებში, სხვადასხვა ადგილებში და ამ ადამიანთან გარკვეული გადაკვეთები იყო სიტუაციურად და $1 ღამე არ დაეძინა, რომ იქო რაღაცო დამაკლდაო და ღამე ვერ დაიძინა, ნერვიულობდა. გესმით რა ხდება ხალხო? ვინ როგორ იხდის საფასურებს? ვის თქმა მინდა? ბალანსირების სისტემა იმ ადამიანს აწამებს ეხლა და ახდევინებს აი ასეთ ფორმებში. ეს ერთ-ერთი მისი ფორმა იყო. ამას გონია რომ ბედნიერია, ვილები აქვს. არ და იტანჯება. მარტო ამ თვისებით კი არა, ასეთი აქვს ტონობით, იმიტომ რომ მამამისი არის ალბანეთის მაფიის ბოსი და სისხლით აქვს ის ფული ნაშოვნი და ამანაც იცის ეს და იღებს ამ ფულს და მოკლედ და მოკლედ ესე და ესე. ხო და ყველგან გეუბნებიან ცრუს, რომ თავარია წარმატებას მიაღწიო და მნიშვნელობა არ აქვს რას იკადრებ ფილმებში, იმაში, ამაში და ნახე მაინც კარგად ცხოვრობს. ხომ ხედავ არაფერი აწუხებს და გარეგნულად უყურებ კარგად ცხოვრობს. შიგნით კოშმარი აქვს იმ ადამიანს, შენ ამაზე წარმოდგენა არ გაქვს და ამ პროგრამებს იღებ, ჭამ და მერე ცხოვრებაში ახორციელებ და შედეგს იღებ სხვას. დააკვირდით, რასაც გეუბნებიან გარეთ და რა შედეგსაც იღებთ, ცადა დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. ან ადამიანს გაუმაძღრობა სჭირს. მახსოვს ორი ლამაზი ძალიან საყვარელი გოგო იყო. შეუკვეთეთ რაღაცები და მოკლედ გადასახდელი არაფერი არ იყო. რაც გინდათ მიირთვითო. და მე შეუკვეთე ერთი ჩვეულებრივი კერძი. იმის გამო კი არა რომ მერიდებოდა რამე შემეკვეთა, არა. ერთი კერძი შეუკვეთე და ეს კერძი მივირთვი უგემრიელესად, დავნაყრდი და უბედნიერესი სახეზე მაქვს ღიმილი. და ეხლა ამ გოგოებმა რა გააკეთეს? 3 კერძი შეუკვეთეს სხვადასხვა. ვერც ერთი ვერ შეჭამეს ნორმალურად. ჯერ ერთი გასინჯა, იმას ჭამდა, მერე მეორეზე გადავიდა, მერე მესამეზე გადავიდა და სახეზე ქონდა დაუკმაყოფილებლობა ისეთი, აი ვერ აგიღწერდა და არა და ისეთი კერძები გამოუტანეს, რომ რა ვიცი, ხო? უნდა ეფრინა მეცხრეცაზე. რატომ ხონდა ეს? გაინტერესებს? იმიტომ რომ გარემო მასწავლა რომ რაც შეიძლება მეტი უნდა შთანთქო. გაუმაძღრობა. გესმით? და სინამდვილეში გაუმაძღრობის უკან რა დგას, იცი? შავი ხვრელი. რას ნიშნავს გაუმაძღრობა სიტყვა? გაუჩერებელი მაძღრობა. გაუმაძღარი ადამიანი ვერასოდეს ვერ დაიკმაყოფილებს კუჭსო. ვერასოდეს ვერ დაკმაყოფილდებაო. გაუჩერებელი მაძღრობა ამას გულისხმობს. გაუმაძღრობა. და ნახეთ, გაუმაძღრობა სადღაც მიიღო, აიღო გარემოდან ამ ადამიანმა და შეუკვეთა რამდენიმე და უბედურია. და მე ერთი კერძი შეუკვეთე. დავნაყდი ვის სიამოვნე და ბედნიერი ვარ. ხვდებით სხვაობას? აი ესეთ მდგომარეობებში აყენებენ ადამიანებს და მე ადამიანს უყვირს, საერთოდ მე მიყვირს იცი რა? მე ერთი რაღაც ითხოვსნი ამას. ადამიანი ფეხზე საერთოდ როგორ დგას და ამდენი წიხლის დარტყმების შედეგად რანაირად დგას ადამიანი ფეხზე არ ვიცი. უფალს ისე უყვარხართ და ისე ვუყვარვართ, რომ ძალიან დიდ ძალებს გვიგზავნის. სხვანაირად თქვენ ფეხზე ვერ უნდა იდგეთ ეზოთერიულ ენაზე რომ ვისაუბრო. ანუ რაღაც იმდენად დიდად კოლოსალურები ვართ, რომ ის რაც ჩვენ გვხვდება დარტყმები, ფეხზე ვერ უნდა ვიდგეთ. გესმით? მაგრამ დგავართ ფეხზე. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ იმაზე დიდები ვართ, ვიდრე ჩვენ გვგონია. ძალიან ძლიერები ვართ. ამიტომაც ვიტანთ ამდენ დარტყმას. უფლის შვილები ვართ და ძალიან დიდ დარტყმებს ვიღებთ და უძლებთ. ფეხზე რანაირად გახართ, მიკვირს იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც თქვენ გადიხართ. ამიტომ დააკვირდით, საიდან გვხვდებათ ცხოვრებაში წყლიპურტები, ამოიღეთ თქვენგან ყველა ეს დესტრუქციული წყლიპურტები, რომელიც ძალებს გართმევთ და თქვენ მიაღწევთ იმ შედეგს, რომელზეც არც კი გიუცნებიათ. არც კი გიფიქრიათ თუ ეს არსებობდა. თქვენ ის აზრიც კი დაგავიწყეს, რომ რამე არსებობს იმაზე მეტი, ვიდრე ეხლა გაქვთ. ამიტომ იფიქრეთ, იმუშავეთ თქვენს თავზე და გაძლიერდებით. ყველას გისურვებთ ღვთიურ ძალებში ყოფნას.